ეს არის ონლაინ სივრცე, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას ცირკულარული ეკონომიკის შესახებ. და რას ნიშნავს ინფორმაციის გაერთიანება? ჩვენი მიზანი იყო, რომ რაღაც ერთი ფანჯრის პრინციპით მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცოდნა ყველა როგორც კანონმდებლობაზე, საქართველოში ისე რეგიონული ან ევროკავშირის დონეზე, ისე გლობალური სტანდარტები, რას მოიაზრებს და რას ნიშნავს საერთოდ ცირკულარული ეკონომიკა, და რომ ეს არ არის რაღაცა განყენებული ეკონომიკური მოდელი, არამედ ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში წვლილი შეაქვს როგორც ადამიანებს, ინდივიდებს, ისე ბიზნესებს, ისე სახელმწიფოებს და ასე შემდეგ. მთავარი ღერძი, ასე ვთქვათ, ამ ჩვენი ონლაინ სივრცის არის რესურსების ბიბლიოთეკა, რომელიც ადამიანებს აწვდის უახლეს სტანდარტებს ცირკულარულ ეკონომიკას, ნარჩენების მართვაზე, სხვა ნაკადის ნარჩენების მართვაზე, როგორც არის მაგალითად შეფუთვები, ან ორგანული ნარჩენი, სამშენებლო და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ გვაქვს ტრენინგების სივრცე, სადაც ამაზე შემდეგ უკვე გადავალ, რატომ ეს პორტალი შეიქმნა დიდი პროგრამის ფარგლებში, რომელიც არის ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში. ჩვენ ვართ განმახორციელებლები ევროკავშირის დაფინანსებით და გვყავს საერთაშორისო პარტნიორი Iclei Europe, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ევროკავშირში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით და მათთან ერთად ვაკეთებთ სასწავლო მოდულებს, სასწავლო პროგრამებს და ეს პორტალი იქნება, ასე ვთქვათ, ამისი პლატფორმაც, რომ ადამიანებს ჩვენ სამიზნე სეგმენტი ვინც გვყავს, ამასაც მოგიყვებით, შეიძლებათ, რომ ამ პორტალის გავლით და რეგისტრირდეთ ამ კურსებზე და მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ ასევე დავდებთ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად სხვადასხვა საგანმანათლებლო მასალებს, რომლებიც გვაქვს უკვე შექმნილი და შევქმნით კიდევ ამ პროექტის განმავლობაში. ასევე გვექნება საინტერესო ვებინარები და ვიდეოები, რომლებიც ასევე ამ პორტალიდან იქნება ხელმისაწვდომი და ბლოგები და სტატიები უკვე გვაქვს საკმაოდ ბაზა ამისი და მოვუწოდებ ყველას, რომ შევიდენ და ნახონ, ძალიან საინტერესო, როგორც ადგილობრივად საქართველოში რა კომპანიები არსებობენ, რა პრაქტიკები არსებობს ცირკულარული ეკონომიკის და უფრო ხელმისაწვდომი რო იყოს და ხელმოსაჭიდი ადამიანებისთვის მარტივ მაგალითს ვიტყვი, რომ ცირკულარული ეკონომიკა შეიძლება იყოს ელემენტარულად ნარჩენების შემცირების პრაქტიკები, რომ ამ ცირკულარული ეკონომიკა არ არის ხანდახან ესე წარმოუდგენიათ ხოლმე, არ არის ეს ნარჩენების გადამუშავება. ცირკულარული ეკონომიკა იწყება ზევიდან, ანუ შემცირებიდან მოვდივართ მე მაგალითად ცხელახალ გამოყენებაზე, მეურად გამოყენებაზე, შემდეგ და ქვევით ჩავდივართ უკვე მე გადამუშავება და აღდგენა მაგალითად. ანუ ჩვენი მიზანი უფრო არის, რომ საერთოდ არ წარმოიქმნას ნარჩენი, იმიტომ რომ გადამუშავებაც ეს ცალკე კიდე რესურსებს მოითხოვს, თან ინფრასტრუქტურა ნაკლებად არის ჩვენს რეგიონში განვითარებული და ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერტილი, ასე ვთქვათ, არის, რომ ყველა სექტორის, ყველა საფეხურზე მოვუწოდოთ საზოგადოებას, ბიზნესებს და ასე შემდეგ, რომ მაქსიმალურად რესურს ეფექტურად, ანუ ნაკლები რესურსით ვაწარმოოთ, მოვიხმაროთ და ასე შემდეგ. ან აი ეს შემცირებაც მოიაზრება, მე მგონი საბოლოო ჯამში მაინც ნარჩენების მართვაში, ხო? ვინ თქვენ ახსენეთ სამიზნე ჯგუფები, ვინ იქნებიან ფოკუს ჯგუფები, რომლებთანაც უნდა იმუშაოთ, რომელსაც მოიაზრეთ ამ ფოკუს ჯგუფებად და რა ეტაპზე უნდა ჩაერთოს სახელმწიფო ამ პროცესში, მისი როლი როგორი არის? აი ეს თანამშრომლობა თუ მოიაზრება. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ ეს პროგრამა, ეს ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში მუშაობს ორ რეგიონში. ეს არის კახეთი და აჭარა. თავის მიზეზები აქვს, რატომ აირჩა ეს ორი რეგიონი, იმიტომ რომ ჩვენი სამი მიმართულებით მუშაობთ ნარჩენების. ეს არის შეფუთვები და შეფუთვებში მოიაზრება მაგალითად პლასმასის შეფუთვები, ქაღალდი, მინა, თუნუქი, ეს არის შეფუთვები. არის ორგანული ნარჩენი, ეს არის მაგალითად სურსათის ნარჩენი, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენი, ხე-ტყე და ასე შემდეგ. და გვაქვს კიდე მშენებლობის და ნგრევის ნარჩენები. ამ სამი მიმართულებით მუშაობთ ამ ორ რეგიონში, იმიტომ რომ მაგალითად კახეთი არის ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ყველაზე მასშტაბურად წარმოიქმნება ორგანული ნარჩენი. კახეთის რეგიონის ნაგავსაყრელებზე სადღაც 46% არის ორგანული ნარჩენი. რაც ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ორგანული ნარჩენი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეთანისა და CO2-ის გამომყოფი ნარჩენი, როდესაც ის ნაგავსაყრელზე იწყებს ხრწნას და მეთანი კი ვეთქვი მაყურებელს, რომ არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი სათბურის გლობალურ დათბობაში. ამიტომ ეს ორი რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამ რეგიონში მუშაობთ როგორც არასამთავრობო სექტორთან, ანუ სამოქალაქო სექტორთან.
ისე მეწარმეებთან, ადგილობრივ ბიზნესებთან სასწავლო დაწესებულებები არის ჩვენი ძალიან დიდი ფოკუსი და გვაქვს უკვე თანამშრომლობა ამ რეგიონში უნივერსიტეტებთან და ასევე სხვა სასწავლო დაწესებულებებთან და მუშაობთ მათთან ცირკულარული ეკონომიკის თემების შეტანაზე სასწავლო პროცესებში და გვაქვს უკვე წარმატებული მაგალითები ამისი და ასევე პროფესიულ კოლეჯებთან უფრო, სადაც აი მაგალითად უფრო კულინარიაზეც ვაკეთებთ აქცენტს, რომ აი როგორ შეიძლება რომ ზოგადად აი ამ მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის წარმოების, მოპოვება წარმოების და გაყიდვის ეტაპზე შემცირდეს სურსათის დანაკარგი და ნარჩენი. და ხო ამ მაგალითად ერთ-ერთი მექანიზმი როგორც მუშაობთ ამ რეგიონში არის რომ ჩამოვაყალიბოთ ცირკულარული ეკონომიკის პლატფორმები და ასევე სიმბიოზი. ეს ორი სხვადასხვა არის და ეს ევროკავშირში ასევე კარგად ესეთი ნაცადი მეთოდები არის რომ პლატფორმაში გაერთიანებული ყავს სხვადასხვა სექტორი, მათთან ერთად ვსჯელობთ რა არის რეგიონის საჭიროებები და პრობლემები და მე ამაზე დაყრდნობით ჩვენ შევიმუშაებთ როგორც ადვოკატირების კამპანიებს მაგალითად ან სასწავლო პროგრამებს, ასევე ჩვენ გვექნება ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა როგორც არასამთავრობო სექტორისთვის, ისე ბიზნესებისთვის. აი სიმბიოზი რო ვახსენე, ინდუსტრიული სიმბიოზი არის ეს მიდგომა გლობალურად, რომელიც მოიაზრებს იმას, აი ცირკულარული ეკონომიკა რა არის, რომ მაგალითად ერთ კომპანიას თუ თავის წარმოების პროცესში რჩება ძალიან ბევრი ნარჩენი, ეს შეიძლება რომ სხვა სექტორისთვის გახდეს რესურსი. ანუ ერთი კომპანიის წარმოების მიერ დატოვებული ნარჩენი, რომელიც წესით უნდა მოხდეს ნაგავსაყრელზე, ხდება მეორე კომპანიისთვის საწარმოო რესურსი. და ეს სიმბიოზური ქსელები შევქმნით ჩვენ ორივე რეგიონში, სადაც ბევრი ბიზნესი გვყავს გაერთიანებული და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ და გვაქვს წარმატებული მაგალითები. აი მაგალითად ერთ-ერთ სიტყვაზე ვამბობ, რომ აი ნუშის მწარმოებელი კომპანია თუ არის კახეთში და მას რჩება ნაჭუჭები ნუშის წარმოების დროს, ამ ნაჭუჭებს გამოიყენებს სხვა კომპანია მულჩირებისთვის. აი მულჩირება არის რომ მაგალითად მევენახეობაში იყენებენ რომ დაათბუნონ ნიადაგი და მულჩისთვის გამოიყენება მაგალითად რაღაც უფრო ისეთი შეიძლება პლასმასი გამოიყენოს, შეიძლება ცოტა უფრო ძვირიანი ეს ხეტყის ნარჩენი გამოიყენოს და იმის რომ პლასმასი არ გამოიყენოს, შემდგომ ამის ნიადაგში ჩარჩენა არ მოხდეს და დაბინძურება, არსებობს ესეთი ბიოლოგიურად უფრო სუფთა მექანიზმები და აი ეს როცა ერთ კომპანიას ნარჩენი მიდის მეორე კომპანიაში და ის ამას იყენებს თავისი წარმოებისთვის, ეს უკვე არის სიმბიოზური მიდგომა ინდუსტრიებს შორის და ამასაც ვაკეთებ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად და მოვუწოდებ თუ არიან ჩვენთან მაყურებლები, რომლებიც მოღვაწეობენ ამ რეგიონში და აქვთ წარმოება ნებისმიერი ტიპის აჭარაში და კახეთში, მოგუმართეთ, შემოუერთდით ჩვენს ინდუსტრიულ სიმბიოზს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი აქტივობა გვაქვს მათთან ერთად დაგეგმილი, მათ შორის როგორც ვახსენე, ფინანსურ-ტექნიკური დახმარებაც გვექნება 26 წელს მათთვის რომ დავაპილოტოთ ცირკულარული მიდგომები და ცირკულარული მიდგომა აი ეხლა რაც აღვწერე ესეც არის ანუ ეს არ არის ცირკულარული მიდგომა დაკავშირებული რაღაც ძალიან დიდ ფინანსებთან და ამასთან ძალიან პატარა დონეზე შეიძლება რომ ეს გაკეთდეს. ანა, რამდენად ადეკვატური არის ინფორმირებულობა ცირკულარული ეკონომიკის ირგვლივ? გულისხმობ იმას რომ ხდება თუ არა საზოგადო ფოკუს ჯგუფებზე არ მაქვს ლაპარაკი, ზოგადად საზოგადოების დიდი ნაწილი იმას რომ ეს არ არის რაღაც განყენებული ფენომენი და რომ ცირკულარულ ეკონომიკას რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ჩვენს მომავალზე, პლანეტის მომავალზე. აი ამის ირგვლივ ინფორმირებულობა რამდენად მაღალია და ამას დავუკავშიროთ თვითონ ამ პორტალის შექმნის იდეაც, რომელიც ცოდნის ინფორმაციის გაზრებას მოიაზრებს პირველ რიგში. დიახ, ეს ძალიან სწორი კითხვა არის და აი ამითიც დავიწყე თავიდან რომ ხშირად უკავშირებენ ცირკულარულ ეკონომიკას რაღაც მხოლოდ ნარჩენების გადამუშავების ტექნიკებთან. და ჩვენი მიზანი არის რომ აი ამ ვიწრო ფოკუსიდან გამოვიდეთ და თქვათ რომ ცირკულარული ეკონომიკა იწყება, ყველაფერი რაც გვაცვია, ეს არის ეკონომიკა. ჩვენ ვართ ეკონომიკა, ჩვენ ვქმნით ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვნად ამაზე ვმუშაობთ როგორც ჩვენი აი ამ ონლაინ სივრცეში კამპანიების, ისევე ადგილზე მუშაობთ და ეს ცოდნის ჰაბიც არის ზუსტად ამ დიდ მიზანს ემსახურება, რომ დავინახოთ რომ ცირკულარული ეკონომიკა იწყება, აი პლასმასის ბოთლი რო გვინდა რომ ვაწარმოოთ და ნავთობს რომ მოვიპოვებთ იქიდან. ანუ აი ნავთობი რო არ მოვიპოვოთ და იქნებ გადავა
დავამუშავოთ რაღაც არსებული რესურსი და აღარ დაგჭირდეს ესეთი ზეგავლენა მოვახდინოთ და ზეწოლა ბუნებრივ რესურსებზე, ასევე ეს ცირკულარული ეკონომიკა არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ახალი დასაქმების ადგილების, ხო? იმიტომ რომ ცირკულარული ეკონომიკა უკავშირდება ინოვაციასაც, ინოვაციურ დიზაინს და ინოვაცია სადაც არის და გაციფრულება რაღაცების, იქ კიდევ ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი სივრცე იქნება ახალი დასაქმების ამისთვის, რა ქვია, შესაძლებლობებისთვის. ხო, ანუ ეს რესურს ეფექტური წარმოება და გამოყენება და შემდეგ მაქსიმალურად ისე მოქცევა, რომ არ გადავყაროთ არაფერი, ეს არის ცირკულარული ეკონომიკა და ამას ვემსახურებით მოკლედ ჩვენ.